არასამთავრობო ორგანიზაციები ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე საუბრობენ და ცესკოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. Როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. მან მიმართა მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება, ასევე ორგანიზაციების განმარტებით ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს მხარი ამ მრჩეველმა. 4 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლი ამ ქმედებას რელიგიურ ორგანიზაციებს პირდაპირ უკრძალავს. განცხადებას ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ვინაიდან მოცემის შემთხვევაში ქორეპისკოპოსის საკვირაო ქადაგებაში იყო აგიტაციის ნიშნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა ამ შემთხვევაში არის დარღვეული და კანონის წინაშე ყველაფერი თანასწორობის იდეიდან გამომდინარე ვფიქრობთ, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს საკანონმდებლო რეაგირება. უშუალოდ ქადაგების პროცესში, როცა მას ფართო პუბლიკასთან ჰქონდა საქმე, მიმართა მოწოდებით კონკრეტული ესე ვთქვათ პარტიის წინააღმდეგ მიიღო ზომები ამომრჩეველს მიეცა თქმა და ასე შემდეგ. ეს ადასტურებს კანონსაწინააღმდეგო მონაწილეობას აგიტაციაში. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლებამოსილება დააჯარიმოს კონკრეტულად ეს პირი და საარჩევნო კოდექსი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.